გამარჯობა, ეს არის ერენი და თქვენ უყურებთ ანიმეპედიას. ყურადღება ვიდეოში იქნება სპოილერი. დღეს ვისაუბრებთ ნარუტოს ერთ-ერთ ძირითად ტექნიკაზე რასენგანზე. შეიძლება ბევრს გონია რომ ეს უბრალოდ ტექნიკაა, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. ნარუტო მრავალი ვარიაცია მოიფიქრა მას შემდეგ, რაც ეს ტექნიკა შეისწავლა. რა არის რასენგანი? ეს არის ბირთვი, რომელიც არის შექმნილი ჩაკრების მასებისგან და მუდმივად ტრიალებს ავტორის ხელში. რასენგანი რომ გადავთარგმნოთ მივიღეთ სპირალურ ბურთს. ეს არის ტექნიკა, რომელიც შექმნა მეოთხე ჰოკაგემ, ნარუტოს მამავ მინატო ნამიკაძემ. ის ცდილობდა რომ შექმნა რაიმე ბიჯუს ბომბის მსგავსი, თუმცა აბომერ რომ ამას მეორე ჰოკაგეც იყენებდა. მინატოს უნდა და შეექმნა ესეთი ტექნიკა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იქნებოდა და სხვა ვერ შეძლებდა მის დაკოპირებას. თუ გახსოვთ, კაკაშიმ შარენგანის საყალობით დააკოპირა ნარუტოს რასენგანი, მაგრამ თქვა რომ ეს საკმაოდ ზუსტი არის და ოპონენტს არც ისე დიდ ზიანს მიაყენებდა. რასენგანის უპირატესობა ასევე ის, რომ მას არ ჭირდება ბუნება და ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება რაღაც ვარჯიშების შემდეგ. ანუ, იმისთვის რომ ჩიდორი გამოვიყენოთ, ჩვენ უნდა ვფლობდეთ ელვის ბუნებას, მაგრამ რასენგანს არ ჭირდება ეს ბუნება და არანაირი უპირატესობა და პირიქით ზუსტი არ აქვს არც ერთი ბუნების ბარიერის წინააღმდეგ. თუმცა მას მაინც აქვს მინუსები, რომლებიც უპოვეს. მაგალითად, ის რომ ძალიან პატარა და რთულია მოარტყა მოწინააღმდეგეს, ასევე ის რომ არ შეგიძლია ისროლო და რთულია დაამოწმო ბუნების ჩაგრა მასში. თანაც ამ ტექნიკის სწავლა საკმაოდ რთულია და მისი შენარჩუნებაც დიდ წვალებას მოითხოვს. ნინძამ უნდა შექმნა ჩაგრები, აბრუნოს ისინი სხვადასხვა მიმართულებით, კონცენტრაცია მოახდინოს ცენტრზე და მიწეს ბირთვის ფორმა. ეს საკმაოდ რთულია. თუმცა ეს პრობლემები აღმოიფხვრა სხვადასხვა ტექნიკების წყალობით. მაგალითად, ნარუტომ კლანების საშუალებით შეძლო ამ ჩაგრების ადვილად მართვა. მინატომ კი მისი ტელეპორტაციის წყალობით შეამცირა მანძილის პრობლემა. ბორუტომ კი უცებ რასენგანში ჰაერის ელემენტი დაუმატა, რის შედეგადაც მან შეძლო სროლა. რასენგანის ვარიაციებს შორის ყველაზე ცნობილი არის რასენ სურიკენი. ეს იმდენად ძლიერი ტექნიკაა, რომ ცუნადე მის აგრძელულთა სიაში შეიტანა, რადგან ის მფლობელისა და მოწინააღმდეგის ჩაგრის ველებს ანადგურებდა და შიგნიდან აყენებდა ზიანს. დიახ, ეს საკმაოდ ძლიერი ტექნიკაა, რომლის სწავლაც საკმაოდ რთულია, მაგრამ შემდეგ წვალებას ამართლებს. ყველას მოვალ შეხვედრამდე, ნახვამდის.